დაპირებისამებრ გთავაზობთ ინფორმაციას ცხოველების, ფრინველების, თევზების და მათი ჯანმრთელობის შესახებ. ასევე მოვლის და ფსიქოლოგიის თემაზე. ძროხებში ჩლიქების სიდამპლე. ჩლიქების სიდამპლე, ასევე ცნობილი როგორც ფურუნკულოზი, არის ჩლიქის ქსოვილების ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება ჩლიქის რქოვანას დაზიანებითა და დაშლით. ეს დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს მეცხოველეობის ფერმებს, რადგან იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას, მკურნალობის ხარჯების ზრდას და დროებით ან მუდმივ კოჭლობას. ჩლიქების სიდამპლე პოლიმიკრობული ინფექციაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის განვითარებაში რამდენიმე სახის ბაქტერია მონაწილეობს. ბაქტერიები ჩლიქის რქოვანაში შეჭრის შემდეგ იწვევენ ქსოვილების დაშლასა და ანთებას. დაავადება სწრაფად ვრცელდება და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, თუ დროულად არ დაიწყო მკურნალობა. ჩლიქების სიდამპლის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: ტენიანობა და სისუფთავის ნაკლებობა, სველ და ჭუჭყიან გარემოში ბაქტერიები სწრაფად მრავლდებიან და აზიანებენ ჩლიქებს. ჩლიქების დაზიანება, მექანიკური დაზიანებები, როგორიცაა ნაკაწრები, ჭრილობები და ბზარები, ადვილებენ ბაქტერიების შეღწევას ჩლიქის ქსოვილებში. არასწორი კვება, არასაკმარისი კვება და მინერალებისა და ვიტამინების დეფიციტი ასუსტებს ჩლიქის რქოვანას და ზრდის ინფექციის რისკს. გენეტიკური წინასწარგანწყობა, ზოგიერთი ჯიშის ძროხა უფრო მეტად არის მიდრეკილი ჩლიქების სიდამპლის განვითარებისკენ. იმუნიტეტის დაქვეითება, იმუნური სისტემის დასუსტება სხვა დაავადებების, სტრესის ან არასწორი მოვლის გამო ზრდის ინფექციის რისკს. გადატვირთულობა, ფერმაში პირუტყვის დიდი რაოდენობა ზრდის ჩლიქებზე დატვირთვას და აზიანებს მათ. სეზონი, დაავადება უფრო ხშირია წვიმიან და ტენიან სეზონებზე. ჩლიქების სიდამპლის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს დაავადების სიმძიმის მიხედვით, მაგრამ ძირითადი ნიშნებია: კოჭლობა, სუბუქი კოჭლობიდან ძლიერ ტკივილამდე, რაც ხელს უშლის ძროხას ნორმალურად სიარულსა და დგომაში. ჩლიქის დაზიანება, ჩლიქის რქოვანას დარბილება, დაშლა და უსიამოვნო სუნი. ანთება, ჩლიქის მიდამოში შეშუპება, სიცითლე და ტკივილი. ჩირქოვანი გამონადენი, ჩლიქიდან ჩირქის გამოყოფა. მადის დაქვეითება, ძროხა ნაკლებად ჭამს და კარგავს წონას. რძის წარმოების შემცირება, რძის წარმოება მცირდება ტკივილისა და დისკომფორტის გამო. ზოგადი სისუსტე, ძროხა ხდება ლეთარგიული და ნაკლებად აქტიური. ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ არ ინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება. ჩლიქების სიდამპლის დიაგნოსტიკა ემყარება შემდეგ მეთოდებს. ფიზიკური გამოკვლევა, ვეტერინარი ათვალიერებს ჩლიქებს და აფასებს დაზიანების ხარისხს. ანამნეზი, ვეტერინარი აგროვებს ინფორმაციას ძროხის ჯანმრთელობის ისტორიის, კვების და მოვლის შესახებ. ლაბორატორიული ტესტები. ბაქტერიოლოგიური კულტურა, ჩირქიდან იღებენ ნიმუშს და ათავსებენ მკვებავ გარემოში ბაქტერიების იდენტიფიცირებისთვის. მიკროსკოპია, ჩირქის ნიმუშს იკვლევენ მიკროსკოპით ბაქტერიების არსებობის დასადასტურებლად. რენტგენოგრაფია, გამოიყენება ჩლიქის შიდა სტრუქტურების შესაფასებლად და ძვლების დაზიანების გამოსავლენად. ჩლიქების სიდამპლის მკურნალობა უნდა იყოს კომპლექსური და მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს. ჩლიქების გასუფთავება და დამუშავება. დაზიანებული ჩლიქი უნდა გასუფთავდეს ჭუჭყისა და ნეკროზული ქსოვილებისგან. გასუფთავებული ჩლიქი უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარებით, როგორიცაა იოდის ნაყენი, სპილენძის სულფატი ან ფორმალინი. ანტიბიოტიკოთერაპია. ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ვეტერინარი შეარჩევს შესაბამის ანტიბიოტიკს ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგების საფუძველზე. ხშირად გამოიყენება შემდეგი ანტიბიოტიკები: ტეტრაციკლინები, პენიცილინები, ცეფალოსპორინები. ადგილობრივი მკურნალობა. ჩლიქზე შეიძლება დაიდოს ანტიბიოტიკის შემცველი მალამო ან გელი. ასევე გამოიყენება სახოები, რომლებიც შეიცავენ ანტისეპტიკურ და სამკურნალო საშუალებებს. ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, გამოიყენება ტკივილისა და ანთების შესამცირებლად. ჩლიქის აბაზანები. ჩლიქების აბაზანები ანტისეპტიკური ხსნარებით გამოიყენება დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ჩლიქების გასაჯანსაღებლად. აბაზანებისთვის გამოიყენება სპილენძის სულფატის, ფორმალინის ან თუთიის სულფატის ხსნარები. ქირურგიული ჩარევა. მძიმე შემთხვევებში, როდესაც კონსერვატიული მკურნალობა არაეფექტურია, საჭიროა ქირურგიული ჩარევა ჩლიქის დაზიანებული ქსოვილების მოსაშორებლად. დამხმარე თერაპია. უზრუნველყავით ძროხისთვის კომფორტული გარემო და საკმარისი საკვები.
დაამატეთ ვიტამინები და მინერალები საკვებში, განსაკუთრებით ვიტამინი, ბიოტინი და თუთია. სამკურნალო მედიკამენტების და საშუალებების ჩამონათვალი. ანტიბიოტიკები. ტეტრაციკლინი, ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი. პეницილინი, ამოქსიცილინი, ამპიცილინი. ცეფალოსპორინები, ცეპტიოფური. კილმიკოზინი. ანტისეპტიკური საშუალებები. იოდის ნაკენი. სპილენძის სულფატი. ფორმალინი. ქლორჰექსიდინი. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ფლუნიქსინმეგლუმინი. მელოქსიკამი. კეტოპროფენი. ადგილობრივი სამკურნალო საშუალებები. ანტიბიოტიკის შემცველი მალამოები, მაგალითად ტეტრაციკლინის მალამო. სამკურნალო მალამოები, მაგალითად იქთიოლის მალამო. ვიტამინები და მინერალები. ვიტამინი. ბიოტინი. თუთია. სელენი. რჩევები ფერმერებს. პროფილაქტიკა. შეინახეთ სადგომები სუფთად და მშრალად. რეგულარულად გაასუფთავეთ და დაამუშავეთ ჩლიქები ანტისეპტიკური ხსნარებით. უზრუნველყავით ძროხებისთვის დაბალანსებული კვება, რომელიც შეიცავს საკმარის ვიტამინებსა და მინერალებს. რეგულარულად შეამოწმეთ ძროხების ჩლიქები დაზიანებების ან დაავადების ნიშნების გამოსავლენად. გამოიყენეთ ჩლიქების აბაზანები ანტისეპტიკური ხსნარებით დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მოერიდეთ ფერმაში პირუტყვის გადატვირთულობას. ვაქცინაცია თუ ხელმისაწვდომია. ადრეული დიაგნოსტიკა. თუ შეამჩნევთ კოჭლობას ან ჩლიქების დაზიანებას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. იზოლაცია. დაავადებული ძროხები უნდა გამოყოთ ჯანმრთელებისგან, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების გავრცელება. სათანადო მოვლა. უზრუნველყავით დაავადებული ძროხებისთვის კომფორტული გარემო და სათანადო მოვლა. კონსულტაცია ვეტერინართან. ჩლიქების სიდამპლის მკურნალობა უნდა ჩატარდეს ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩლიქების სიდამპლე სერიოზული დაავადებაა, მაგრამ სათანადო მოვლისა და მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია ძროხის მდგომარეობის გაუმჯობესება და პროდუქტიულობის აღდგენა. დასვით თქვენი კითხვები კომენტარებში. ასევე მოგწერეთ, რის შესახებ გსურთ მოგიმზადოთ ინფორმაცია. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა შეიტყოთ უფრო მეტი ინფორმაცია.